უნდა გითხოთ საფარის ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებაზე, რომელიც აცხადებს, რომ გამყიდველობის კარგის ამოქმედებასთან ერთად მან გაანადგურა არქივის დიდი ნაწილი, საფარის არქივისა, რათა სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩავარდნოდა. Თქვენი აზრით, რატომ იქცევა ასე, რატომ მიდის უკვე ცხადა დანაშაულზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თუ არ არის დასამალი არაფერი, მაშინ რაში დაჭირდა მას არქივის განადგურება? დანაშაულზე წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში მიდის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თავისი არქივი განადგურებული აქვს თავად. მაგალითად, მოდით მოვითხოვოთ ბიძინა ივანიშვილის ხარჯთა რიცხვი, როგორ აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ თანაშემოქმედ გენერალ ლებედს. ამით დავიწყოთ და მერე გადავიდეთ ბაია პატარაიას საფარის მონაცემების ამოღებას. მოდი ხელისუფლებამ ჯერ ამაზე იზრუნოს. იმიტომ რომ მე დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს კეთილსინდისიერად დამუშავებისთვის ჭირდებოდეს ბატონ რაჟდენ კუპრაშვილს. ზუსტად ზეწოლისთვის ჭირდება ამ სხვადასხვა სახის მონაცემების ამოღება და ხა მე ნამდვილად ვერ შევა იმ დეტალების განხილვაში საფარი რა სახის მონაცემებს ამუშავებს და რასთან დაკავშირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს განსაკუთრებით სენსიტიურია, ეს არ არის რაღაცა ისეთი NGO, რომელიც ადამიანის უფლებების მიღმა სხვა რაღაცაზე მუშაობს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად ბაია პატარაიას ექნება კონკრეტული არგუმენტაცია ამ ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. იქამდე დაინტერესებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარსული ხარჯთა რიცხვი რაც არის და ამ ქვეყნის მტრების დაფინანსებას რაც ემსახურებოდა, ის გამოაქვეყნოს და ამით გვაჩვენოს სტანდარტი ქართულმა ოცნებამ რა არის გამჭვირვალობის. რაჟდენ კუპრაშვილმა რატომ უნდა ნახოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების მონაცემები, რომლებსაც დახმარებას უწევდა კონკრეტული NGO. რაჟდენ კუპრაშვილი ვინ არის საერთოდ? გააგზავნოს რაჟდენ კუპრაშვილმა გუშინ რაღაცა მისი ძველი გაზიარებული პოსტი ვნახე ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით და გააგზავნოს ქურდული სამყაროს მარომანტიზირებელი პოსტების გაზიარება. 2012 წელს ამჭკუაზე იყო ეს კაცი და 13 წელს. და მიხეილ სააკაშვილი რო აუზებს და იუსტიციის სახლებს ხსნიდა, დიდი ზარზეიმით აზიარებდა და ეხა ეს კაცი, რომელსაც არც თავმოყარეობა აქვს და არის უბრალოდ შემსრულებელი მონა, მისთვის ანგარიშის ჩაბარება, ჩემი აზრით, ისედაც სისულელეა. გუშინ ბიუროს ხელმძღვანელს ბრიფინგი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. გასვას კითხავს და მანამ და დაისვევა. ბიუროს ხელმძღვანელს გუშინ ბრიფინგი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს რაჟდენს. და ამბობდა, რომ მომხმარებლის და უფლებადამცველის უფლებები დაცული იქნება ამ კუთხით. სიტყვაზე ვენდოთ ბატონ რაჟდენს? სიტყვაზე ბატონ რაჟდენს კი არა, არც ერთ ქართული ოცნების წარმომადგენელს არ ვენდობ. და ალბათ ის ადამიანები, ვისი ძალიან სენსიტიური ინფორმაციაზეა საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, ხა ამას დამატებით კომენტარს თავად ის NGO გააკეთებს, რომლის აი ამ ნაბიჯთან დაკავშირებითაც საუბრობ, მაგრამ ხა ბატონ ლევან. დიახ. აპირებს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? არსებულ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნული და მის თარიღი უცნობია, როდესაც პოლიტპატიმრების რაოდენობა შემცირების მაგივრად პირიქით ყოველდღიურად იზრდება, დღესაც სასამართლო პროცესები არის და ამ პრესკონფერენციის შემდეგ მე პირადად სასამართლო შენობაში ვიქნები პირველი საათიდან და როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია საარჩევნო ბაზის თვალსაზრისით, შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი ამასთან ემატება გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები უკვე არ არიან საქართველოში, მედიასთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით დრაკონული კანონებია მიღებული და ესეთ დროს მით უმეტეს, როდესაც ყველაზე გავლენიანი და მსხვილი ოპოზიციური ლიდერები ან ციხეში არიან, ან პოლიტიკურად იდევნებიან და დაანონსებულია პოლიტიკური პარტიების გაუქმება ქართული ოცნების რეჟიმის მიერ, შეუძლებელია საერთოდ ვიფიქროთ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობაზეც კი. ოპოზიციური პარტიები ბოლო პერიოდის განმავლობაში ამბობთ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებით, უნდა ყოფილიყო საერთოდ უსახა აღმოჩენ ოპოზიციური პარტიები ისეთებიც, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. აი, თქვენი პარტიის საქმე რა არის იმ პარტიების მიმართ? ვინც მანამდეც ამბობდა ღიად მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩამოყალიბებული პოზიცია მანამდე გავაცანეთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის ცალსახას შეცდომა, ეს არის ივანიშვილის თამაში შეყოლა და ეს არის სისტემურ ოპოზიციაზე თანხმობა და ის პოლიტიკური ორგანიზაცია და კოალიცია ლეო საქართველოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ ორჭოფობს, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენითაც და ჩვენი არგუმენტაციითაც დავარწმუნოთ, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა და დადგნენ ქართველი ხალხის
აი ამ პროტესტის მხარეს ისევე როგორც იდგნენ ამ პერიოდამდე. ამიტომ ჩვენი პოზიცია ესეთი იქნება, რომ თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი კოალიცია 4 ნომერი და 9 ნომერი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მიგვაჩნია, რომ სხვა პარტიებსაც გაუჭირდებათ არჩევნებში რეგისტრაცია და მონაწილეობა. ამიტომ ჩვენ დღის წესრიგი სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად ნაკლები გავლენიანი ოპოზიციური პარტია იყოს წარმოდგენილი ბიულეტენზე 4 ოქტომბერს. რა შემთხვევაში მიიღებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებში? არსებულ პირობებში არ არსებობს კონფიგურაცია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პოლიტპატიმრები გარეთ გამოვლენ და საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება, ნაციონალური მოძრაობა იფიქრებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ოღონდ ეს მარტო თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება, როგორც აღნიშნე, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. ანუ ორი არჩევნები უნდა ტარდებოდეს ერთად, ან უნდა გადაიდოს თვითმმართველობის არჩევნები და შემდგომ უნდა ჩატარდეს ორი არჩევნები ერთად. არჩევნებთან დაკავშირებით ასევე ბრიტანეთის საელჩომ უწოდა ქართულ ოცნებას, რომ მიიღონ ის რჩევები და გაითვალისწინონ მეუღლეობის ყველა რჩევა და რეკომენდაცია ამას ისიც ქართული ოცნება, როდესაც ეუთოოდის დასკვნაში ხედავდა მინიმუმ 1 პუნქტს, რომელიც სათავისო იყო ყოველთვის ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ არხებზე იწყებოდა სწორედ აი ამ ჩანაწერით. ახლა ხედავთ, რომ ეუთოოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემოშვებაზეც კი პრობლემა არის და ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს იქნებიან თუ არა გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრე წარმოუდგენელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არ არის არჩევნები, კონსტიტუცია და ხელისუფლება არის მიტაცებული. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია და ნოტარიულად გაფორმებას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი ამის 4 ოქტომბერს და ზედმეტი თვალი და ყური ამ დროს მას არ ჭირდება. მე დარწმუნებული რომ მითვალისწინებდნენ ეუთოოდირის დასკვნებს, ვენეციის კომისიის დასკვნებს, მე მაგალითად ერთი პუნქტი და ჩვენ ორგანიზაციას რაც აქვს არჩევნების ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით სამართლიანი საარჩევნო გარემო არ იარსებებდა, მაგრამ არ ითვალისწინებს ეს ხალხი, დათმობაზე არ მიდის კი არა, აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, მე არავითარი იმედი არ მაქვს, რომ ქართული ოცნება რაიმე ნაბიჯს გადადგამს სასიკეთოდ ამ პროცესის ნორმალიზებისთვის პირიქით. გაუარესებს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო გარემოს. თავის დროზე, როდესაც ამ ბიუროს შექმნა გადაწყდა და ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების ნაწილი, წესით და რიგით ამ ბიუროს ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ექნებოდა სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა. თქვენი აზრით, რაჟდენ კუპრაშვილი არის თუ არა დამოუკიდებელი პერსონა, რომელსაც მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა რომ დაურეკოს, გადადგამს თუ არა საპირისპირო ნაბიჯს. ესეთ კაცს რატო უნდა ჩააბაროს ვინმე მანგარიში? აქ მიდგომებშია სხვაობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არ არის და 26 ოქტომბერს არის მიტაცებული ძალაუფლება. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლი, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და ყოველდღიურად კი არა, ყოველ საათობრივად ირღვევა საქართველოს 78 მუხლი. შესაბამისად, ნებისმიერი აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლის ბრძანება, მით უმეტეს ისეთი სენსიტიური ბრძანებები, როგორიც არის შესაბამისი მონაცემთა ბაზების გადაცემა, არაკეთილსინდისიერი ხელისუფლებისთვის, რომელმაც არათუ NGO-ების მიერ რაღაცა შესაბამისი დახმარების, გაწევის ცნობები უნდა მიიღოს. ეს არის ხელისუფლება, ყველა შევახსენებ, რომელმაც თავის დროზე ქართველი სამხედროების ბაზები გადასცა რუსეთის ფედერაციას. ამაზე სენსიტიური ბაზა სახელმწიფო შეიძლება კონდეს. როგორიც არის სამხედროების პირადი მონაცემები, მათი გადაადგილების მონაცემები, ასე შემდეგ. ამაზე მეტად დაცული ბაზა ხო არ უნდა არსებობდეს წესით და რიგით. შეიარაღებული ძალების ოფიცრების ბაზები. ეს თუ მისცეს რუსებს, თქვენ როგორ გონიათ ამდენი წლის შემდეგ ჩემი და თქვენი ბაზები რო დაამუშავონ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამას არაკეთილსინდისიერად არ გამოიყენებს? ევროპარლამენტის რეზოლუცია. რომელი? ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც აღნიშნულია ის საკითხი, რომ საქართველოში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი,
რომ საქართველოში აუცილებელი არის ამ პოლიტიკური კრიზისის სისტემური გადატვირთვა, რაც შეუძლებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს და ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე. ეს ყველას ესმის ერთპარტიული პარლამენტია. ეს ქართული ოცნების ამომრჩეველსაც უნდა ჭრიდეს ყურს. იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ეს არის მათ არჩევნების გაყალბების შემდეგ გამოაცხადეს, რომ მეოთხე ვადით მართავენ საქართველოს, რაც არის კატასტროფა ამ ქვეყნის, მაგრამ არც ერთ პერიოდში, წინა სამი პარლამენტის პერიოდში, მათ მინიმუმ ოპოზიციის რაღაც ადგილზე ყოფნის პრობლემა არ ქონდათ. ერთპარტიული პარლამენტია. ევროპის კონტინენტზე ან მაგალითად ზუსტად დასავლური სამყაროს აი ამ შლეიფში თუ უნახავს ვინმეს ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომ შეუძლებელია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ამ ფორმაციის პარლამენტით მიიღოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამ ქვეყანაში განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არსებობს. თუმცა ამასაც თავისი დათქმები ექნება, იმიტომ რომ უნდა ჩატარდეს პოლიტპატიმრები, გარეთ უნდა იყვნენ, მით უმეტეს ეს მსხვილი პოლიტიკური ლიდერები და ასევე, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებები არის აუცილებელი, რომ იგივე წრეზე არ წავიდეთ, რაც 26 ოქტომბერს მოხდა. თქვენ რას ფიქრობთ სამშაბლოს გახსნა ჩორჩენაში რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო? თქვენ როგორც ნაციონალურ მოძრაობას გაქვთ თუ არა კითხვები გიორგი გახარიასთან ამ თემაზე? ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია პირველ რიგში საწყის ეტაპზე ვიტყოდი იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად აღიარა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა კონკრეტული ტერიტორიის ოკუპაცია, რასაც უარყოფდნენ, აქამდე უარყოფდნენ და ეხლა თავად საუბრობენ, რომ რომლის გამოისობით მოხდა ეს ოკუპაცია, ერთმანეთს ეჯიბრებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ჩემი აზრით ესეც სამარცხვინოა და ამ ჩვენებების მიცემეთ რაღაცა პროკურატურაში სირბილი გენერლების თუ მოქმედი თუ ყოფილი გენერლების, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული საგამოძიებო კომისიაზე, ჩემთვის ესაც გულისამრევია, ამასაც გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება ჩორჩანის ეპიზოდს, ჩვენ ერთ რამეს ვიტყვით, რომ 2012 წლამდე ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან ნაციონალური მოძრაობის დროს ბევრად უფრო მეტი სამართალდამცველი იყო, ბევრად უფრო ნაკლები შემთხვევა იყო საოკუპაციო ზოლიდან ადამიანები ხაზიდან გატაცების, ამის უფრო ეფექტურად დაცვა იყო შესაძლებელი. მე მგონია, რომ ქართულ ოცნებას მორალური უფლება არ აქვს საერთოდ ისაუბროს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით, მაგრამ გიორგი გახარიასგანაც კიდევ ერთხელ მოვისმენდი ბევრად უფრო მკაფიო პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს არ არის მიზეზი, მისი აი ამ რაღაცა პოლიტიკური დევნის, ეს არის საბაბი. საბაბის დონეზე მე მგონია, რომ ამორალურია ამ საბაბის გამოყენება, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს 20 ივნისია და შეუძლებელია გიორგი გახარიაზე ვისაუბრო და 20 ივნისი არ ვახსენო და მე მიმაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში 20 ივნისი უნდა იყოს ხელახლა გამოძიებული. ამიტომ მგონია, რომ ამ თემით манипуляცია ქართული ოცნების და გინდა გახარიას მხრიდან არის სახელმწიფო ინტერესისთვის დამაზიანებელი. გახარია დაიბარეს საგამოძიებო კომისიაში, აუგუსტოს არის დაბარებული, აი ეს უშუალოდ კიდევ ერთხელ დაბარება უნდა მივიდეს ერთხელ. აქ საინტერესო არის წინა შემთხვევასთან ერთად ის მივა როგორც პარლამენტის წევრი თუ როგორც ოპოზიციონერი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მისი მანდატი არ არის შეწყვეტილი და მას განცხადება არ აქვს დაწერილი მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს ერთი და მეორე, მე მაინტერესებს იგივე შეცდომას დაუშვებს თუ არა, რაც პირველ რიგში პირველ ჯერზე დაუშვა. იმიტომ რომ მე მის ადგილზე არც პირველ ჯერზე არ მივიდოდი, ამ კომპრომისზე არ წავიდოდი, მაგრამ საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მგონია, რომ რაციონალური აზროვნება მოითხოვს, რომ არ მივიდეს და კიდე თავიდან არ ემართლოს თეატრალურს, მაგრამ გიორგი გახარიას დღის წესრიგის გამოცნობა ამ თვალსაზრისით უმადური საქმეა, იმიტომ რომ როგორც წესი საპირისპირო გადაწყვეტილებას იღებს. ზიანის თანხმობებში შეხედავთ პროფიტანულებას საპარლამენტო კომიტეტზე. ალბათ ზიანის მიტგაზარალებს უმარტივდება ზიანის თანხმობა, მიეყენა იმის მხრიდან ან ის იქონებით, ან სხვა საშუალებებით. როგორ შეაფასებთ ამ კანონს?
ეს არის მორიგი დრაკონული კანონი, მე ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი განიხილება რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს რაღაცა ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ არ არის ამ ქვეყანაში სამართალი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში გააუქმოს. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი ქართული ოცნების ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდათ. აი საუბრობენ რომ ცენტრპოინტის ხალხ დაზარალებული და სხვადასხვა კითხვების საფრთხეს ინცელუდება ვაქცინას თანაშემწებას ზოგიერთი მოქალაქისთვის არ იქნება ვთქვა ხელისმწყობი რომ ზიანი ინასტავრონ რომელიც მიადგა სხვადასხვა დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებობს უკვე შესაბამისი მუხლე მე როგორც იურისტი შემიძლია გითხრათ რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებობს შესაბამისი ჩანაწერები რომელიც მაგალითად აი თქვენ რა кейსიც მოიყვანეთ ამ кейსის თანახმად შეძლებდა საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენას. არ ჭირდება ამ ცვლილებების შეტანა. ჟაფარიძეების ხაზრაძის პროცესი დღეს დარგება დანარჩენი აი დასეულებით დღეს მოგა გიორგი ვაშაძის პროცესიც არის. ხო. ერთიანობაში რო შევახსოვთ, დასეულებით არ ვიცი, საინტერესოა ბიძინა ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი პროგნოზი სამწუხაროდ არის ის, რომ სამივე მათგან სავარაუდოდ ვიხილავთ იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ზურაგი ჩაფარიძე, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაიზიარეს. ჩემი პროგნოზი ეს არის, უმადური საქმეა იმის გამოცნობა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს რა გადაწყვიტა. ამიტომ მეც ვეოდები, როგორი იქნება არა მოსამართლის, არამედ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ საათზე არის ერთი პროცესი და დანარჩენები 3-4 საათზე არიან. ამიტომ თქვენთან ერთად გავიგებ ივანიშვილმა რა გადაწყვიტა. რატომ არის უკან ინტერმართებული ჩამოყენ რომ კანონის მიხედვით ხდება ამ პროცედურის დაცვა და აღსრულება შესაბამისად იმიტომ რომ არ გადაიხადეს პირაო შესაბამისად ამას მოსწეს პასუხისგება და ნუ კანონმდებლობას აღსრულებენ. ისინი დაბარებულები იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიაზე, არალეგიტიმური თავმჯდომარის მიერ იმ კომისიაზე, სადაც ფორმალურადაც კი კონსტიტუცია არ დარღვეული და ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან. ახლა ვინმეს თუ გონია ხარ სოზარ-სუბარი ოპოზიციონერია და ეს უნდა შემოგვასაღოს, არ ვიცი. აი ძალიან არასწორი წარმოდგენა ქონია ქართულ ხალხთან მიმართებაში ან ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში. შესაბამისად, თლიანად ეს პროცესი არის ფარსი, არის გასული როგორც კანონმდებლობის ისე რაღაცა მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით. ამიტომ ამ ხარკის გადახდა გირაოსახით თუ შემდეგ სხვადასხვა სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებით დგას სამართლებრივ ნონსენსზე. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების წარმომადგენლების ეს განცხადებები არის მარტივად და კონკრეტულად გამოთქმული სიცრუე. ჩემი აზრით ის მოსამართლე არ არის მოსამართლე და მოუწევს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არა ჩემს მიერ, არამედ სამართლიანი სასამართლოს და პროკურატურის მიერ, იმიტომ რომ მე ვიმაჯნია რომ ნებისმიერი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს სამართალს, იმსახურებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და იმსახურებს რომ პროკურატურა იყოს კვალიფიციური და მიუკერძოებელი, ამ ადამიანებს მოუწევს პასუხისგაცემა რის გამო ემორჩილებოდნენ ლევან მურუსიძის კლანს და იღებდნენ ესეთ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც არიან ნაკლებად ოდიოზური და ესეთ საქმეებში არ ისვრიან ხელს. მე ყველა მოსამართლეზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი და აქაც უნდა შერჩევითი პრინციპი უნდა იყოს ცალსახად, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს, მაგრამ არიან ეგრეთ წოდებული ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოძახებენ. თვითონაც არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამიტომ ის ადამიანი გვარი არ მახსოვს, მელიამ ისეთ წყალი შეასხა, არ არის მოსამართლე, ის არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეგზეკუცია და პირიქით მოხდება შემდგომ პასუხისგება, იმიტომ რომ ადამიანს ესე რო წირავ საციხეთ მოსამართლე, როცა ქვია და მანტია გასხია და არ ემორჩილები შენ სინდის და შინაგან განწყობას და მტკიცებულებებს, არამედ თლიანად ხარ დამოკიდებული რა მესიჯი მოგივა ან პროკურატურიდან ან ლევან მურუსიძის კლანიდან, ესეთ მოსამართლე იმსახურებს ნამდვილად წყლის შესხმას. მინიმუმ. აბსურდული ბრალია. მე მიმაჩნია რომ ეს არის აბსურდული
ბრალი და თეატრულკიანის არალეგიტიმური კომისიის გამო ამ ქვეყანაში არათუ ვინმე უნდა ისჯებოდეს და ციხეში ჯდებოდეს, არამედ ეს კომისია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ ქართული ოცნება 26 ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით არ მოსულა. ეს არის სხვაობა. ამაზე ჯავრობს ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. და სიმისთან დაკავშირებით ხავთ ევროპული სამართლის შეფასებით უნდა გადაანალიზდეს რამდენად სწორად აგეგმა ოპერაცია და რამდენად მოხდა რისკების და არ არის გათვალისწინება რომ ნაკლები ყოფილიყო. დიახ, უნდა გადაანალიზდეს და ეს უნდა გააკეთოს სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ. მე მიმაჩნია რომ 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნები რაც არსებობს და ადამიანებმა თვალისჩინი დაკარგეს, უმძიმეს ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი აქცია, პირველი პროდასავლური აქცია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაირბა ამ ქვეყანაში. აქედან იწყება ჩემთვის ამ რაღაც თარიღების ათვლა. ამის გაგრძელება ხა ჩვენ ნახეთ 28 ნოემბრიდან ყოველდღე 20 ივნისი იყო ამ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ პირველ ამ თარიღს ჭირდება სრულფასოვანი გამოძიება და არავინ, არც მოქმედი თუ ყოფილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცნენ. მათ შორის. იმიტომ რომ 20 ივნისი არის ის თარიღი, როდესაც მე პირადად გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყნის ბედი არ შეიძლება ქართული ოცნების ხელში იყოს. მანამდეც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რაც შეგნებული ასაკი მაქვს 2017 წლიდან, რომ ქართული ოცნება იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ რუსეთის და გავრილოვის უკანალის დასაცავად ქართული და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების გამოყენება, ჩემი აზრით, იყო დანაშაული და რომელსაც მოყვა ადამიანების თვალისჩინის დაკარგვა და უმძიმესი ფიზიკური დაზიანებების მიყენება. ეს გამოძიებული უნდა იყოს აუცილებლად. ოღონდ ეს ბიძინა ივანიშვილის ხელით არ უნდა იყოს გამოძიებული. არც ჩემი ხელით არ უნდა იყოს გამოძიებული. ამას ხაზს უსვამ. უნდა გამოიძიოს რეფორმის შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ. ამ ქვეყანაში ჯიბის სასამართლოს და პროკურატურის ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. არა მხოლოდ დაგეგმის გადაწყვეტილება ვინ მიიღო. მე მიმაჩნია რომ გიორგი გახარია ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს და მან კარგად იცის რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ანზორ ჩუბინიძისთან ერთად სავარაუდოდ ჩართული ბრძანების გაცემის მომენტში, მაგრამ ჯერ ვერ ბედავს ამის თქმას, მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებებს ისვრის და როდესაც ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მე იმედი მაქვს რომ გიორგი გახარიას მეტი სიმამაცე ექნება რომ თქვას 20 ივნის ზუსტად რა მოხდა. დიდი მადლობა. რაღაც ვკითხეთ რომ ოცნებასთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ, რასაც ივნისია რაღაც სიმბოლური თარიღია და აქცია იქნება ინფორმაცია რა არის. დღეს არის მე მიმაჩნია რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო თარიღია 20 ივნისი. იმიტომ რომ როგორც აღნიშნე ამ ქვეყანაში რა არ მომხდარა, მაგრამ რუსეთის საამებლად არ დაურბევიათ ადამიანები იმის გამო რომ ევროკავშირის დროშები ხელში ეჭირათ იქამდე, თორე 28 ნოემბრის შემდეგ მართლა ყოველ დღე ჯოჯოხეთი ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ 20 ივნის ახლავს თან ძალიან სერიოზული ბუნდოვანება. დღეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს რომ არის ოპოზიციაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მის მიერ მოყოლილი ვერსია არის არასრულფასოვანი და ბევრ საკითხს, რომელიც ჩემი აზრით ქართული ოცნების ერთპიროვნული ლიდერის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ამ დარბევის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს მონაწილეობაზე ის არ ამახვილებს ყურადღებას, რაც ჩემი აზრით არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ მათ შორის ამ საგამოძიებო კომისიაზე ყოფნის დროს მან ნიკა მელიას დაკავების დროს, როდესაც აღნიშნა რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო მომენტში ჩაერია, ერთგვარი მინიშნება გააკეთა, რომ არ არის გამორიცხული, რომ 20 ივნისაც იგივენაირი შემთხვევა ყოფილიყო და ივანიშვილს მიეცა დავალება ანზორ ჩუბინიძისთვის. არ არის გამორიცხული კი არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ზუსტად იცის ვინ და როგორ გასცა ის ბრძანება და თვითონ
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად თუ არ ყოფით და მგონია, რომ ის ბრძანება მართლა ივანიშვილის გაცემულია, მაგრამ ამის თქვის საფუძველი რომ მიეცეს და ამის თქმის რაღაცა სიმამაცე რომ მიეცეს, ამისთვისაც აუცილებელია ან ხელისუფლების ცვლილება, ან თავად უნდა გადაწყვიტოს, რომ ღირს თუ არა ისე მორალურ კომპრომისზე წასვლა ქართულ ოცნებასთან და რაღაცა ეს კონსტრუქციული ოპოზიციის როლის თამაში. ბოლო კომისიაზე ცოტა სხვანაირად თქვა მან. არ ვიცი, თეატრალკიანთან 23 რიცხვში თუ მივა, შეიძლება კიდევ სხვანაირად თქვას და ამიტომ მისი ჩვენება საკმაოდ არასტაბილურია, იმიტომ რომ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს და ეს მხოლოდ გახარიას გადაწყვეტი არ იყო და ეს ინფორმაცია ხშირად მუსირებს, რომ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ამ ბრძანების გამცემი იყო ივანიშვილი, ოღონდ ამას გახარია არ ადასტურებს და ამ პასუხისმგებლობას თლიანად საკუთარ თავზე თითქოს იღებს. მაგრამ როდესაც კითხეს ამ რეზინის ტყვეების გამოყენებაზე, მან გასცა თუ არა უფლება და სანქცია, ამბობს რომ არა, მე მხოლოდ წყლის ჭავლის მანქანები და შემსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავიცი და დანარჩენი იქ ვინ როგორი მოქმედა თვითნებობდა თუ დავალებით აკეთებდა, ეს უკვე სხვა ამბავი. აი მის არეთახმებით აი საერთო გადაწყვეტილებების და გასაგებების გასაფორცებლად თუ გაიქცია. კი ბატონო, ესეთი ფორმატის ფორმირების პროცესში ნამდვილად ვართ, რომ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ერთი საკოორდინაციო რაღაც ფორმატი გვექნება. სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან, საზოგადოების სახეებთან, ვისაც ღიათ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ ეს არ არის არჩევნები და ეს არის რუსული სპეცოპერაცია.